გამარჯობათ მეგობრებო, მე როგორც გამოუცდელ ადამიანს სულ მაინტერესებდა როგორ გამოიყურება მოყინვის შედეგი ხეხილზე, კონკრეტულად ბალზე. მე ჩემს პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, პირველი შემთხვევა იყო, დიდი ხანი არ არის, რაც ზოგადად დავინტერესდი ამ საკითხებით და სულ ვკითხულობდი, რომ როგორ მივხვდე, მოიყინა თუ არა ხეხილი. ეს არის ჩვენი ბალი, რომელმაც გადაიტანა მინიმუმ -4 იყო იმ ღამეს, თუმცა ამბობენ, რომ ბევრად მეტიც იყო. და მას შემდეგ, რაც ყინვა დასუუნდა და დილას ვნახეთ და შემდეგ დღეებშიც, ეხლა შეგვიძლია დავაკვირდეთ ბალს ყვავილი, აი ესე ჯანსაღი ყვავილი ჰქონდა და მასზე მწერებიც მუშაობდნენ, ფუტკარი მუშაობდა და მე რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს ნაყოფი გადარჩა. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, მეგობრებო. ეს მაშინვე არ გამოჩნდება, რა გადარჩა და რა არა. აი მაგალითად ხედავთ მთელ ბლის კუნძულას სანაყოფე ყვავილები იყო ესენი და აქედან აი გადარჩენილია, სავარაუდოდ ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქედან გადარჩენილია მხოლოდ 2, აი 2. აქ უნდა ყოფილიყო ალბათ დაახლოებით 10 თუ არა, დაახლოებით 8. ნუ შევთვალოთ, რომ 20% მაგ ადგილას. აი აქაც, აი ეს ყველაფერი ჩნდება შემდგომში, როგორც ჩანს. ასწავლეს კიდევ, რომ უნდა გახსნა უყვავილი და შიგნით რა გამოჩნდება, აი ხა ესენიც გადარჩენილებია, ხო? შიგნით თუ იქნება მწვანე, ესე იგი გადარჩაო. აი სავარაუდოდ ეხა მოხსენი, აი ესეც მწვანეა, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს გადარჩეს. ანუ ტესტი მაშინვე დატესტვა არის ძალიან რთული. აი აქაც მაგალითად, აი ეს გადარჩენილია, აი აქ ბალი ჩანს, მაგრამ უმეტესობა ისინი, რომლებიც ყინვის მერეც ძალიან ცოცხლად გამოიყურებოდნენ და ყვავილებად შეიძლება და შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ გადარჩა, არ გადარჩენ. აი ამ ყვავილეთში, აი ამ იმაში გადარჩენილია მხოლოდ 1 და ასე შემდეგ. ანუ რეალურად, ეხა ეს ჩვენთვის არ არის შემოსალთან დაკავშირებული მოსავალი ეს ბალი, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც სოფლის მეურნეობას მისდევს, ძალიან დიდი ზარალი ნახეს. ანუ 20%, აი მაგალითად დაუზიანებელი ბალი ნახეთ, ბევრად დიდია, მაგრამ უმეტესობა არის მაინც დაზიანებული. აი ესენი არის გადარჩენილი, აი ეს მაგალითად როგორც ჩანს, კარგად გადარჩენილი. აი აქ, მაგრამ აქ უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი, რადგან აი ესე სულ ასხმული იყო ყვავილები ტოტებზე. ზოგ ტოტზე, აი აქ მაგალითად საერთოდ არც ერთი არ არის გადარჩენილი. აი საერთოდ არც ერთი არ არის გადარჩენილი. არც აქ, არც ერთი და ეს ყველაფერი ნელ-ნელა სცვივა. მოკლედ აი ამ კონკრეტულ ტოტზე. ალბათ აქ ღია ის არის და ეს უფრო შიგნით იყო უფრო დაცულად და დაიცვა მოსავალი და რაც ზემოთ იყო, ანა უფრო ღია მხარეს, ქარის მხარეს ალბათ ისინი დაზიანდა. ალუბალზე რაც შეეხება ალუბალს, ახლა გვაქვს ალუბლის ხე, ალუბალს მაშინვე შეეტყო, ეს არის ძალიან მსხმოიარე ალუბალი ჩვენი და აი შეიძლება დავაკვირდეთ, რომ აი გადარჩენილი არის, მაგრამ დაზიანება ბევრად მეტია. ბევრად მეტია დაზიანება, ესენი ცვივა, აი ესენი და აი ეს ყველაფერი არის დაზიანებული. შერჩენილი ალბათ 10%-საც ვერ ვიტყვით. ბევრად უფრო ნაკლები. იმისა, რაც უნდა მოესხა. აი ეს არის ალუბალი. ალუბალთან დაკავშირებით, აი მაშინვე ცხადი იყო, გამოვედი თუ არა, დამწვარივით იყო ყვავილი. დამწვარი იყო სრულად თითქმის ზემოთ, კენწერუებში და ქვემოთ ესე ჩანდა, რომ ზოგი იყო თეთრი, ზოგი არა, მაგრამ ბალი მთლიანად ესე დახონძლული იყო თეთრი ყვავილებით, აი ზოგი ჯერა შემოშალილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არაფერს არ ნიშნავს. არაფერს არ ნიშნავდა და
ისინი უბრალოდ მოიყინა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა. მაინც მოხდა ამ ხის დამუშავება, ასევე ჩვენ გვაქვს ცოტ-ცოტა ხეხილი და ეს ბლები საკმაოდ დიდებია, მაგრამ გვიან დაიწყო, ალბათ ისეთი საძირია, არ ვიცი, გვიან დაიწყო მოსხმა და წელს პრინციპში მისი პირველი მოსავალი უნდა გვინახა, მაგრამ არ ვნახეთ. ვერ ვნახეთ ამინდების გამო, მაგრამ არაუშავს. თისნებაა ყველაფერი. მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბარაქას ვუსურვებ ყველას. სრულიად საქართველოს ყველა მშრომელ ადამიანს. ძალიან მძიმე იყო ყინვებზე გარგლის რეაქცია. ეხა უკვე მოვაჭერი, ანუ აქ დაზიანდა არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ თვითონ ახალ ამოღებული ყლორტებიც დაუზიანდა. აი აქ მთელ სიგრძეზე მოვაჭერი რამდენიმე ყლორტი. აი ეს არის კიდევ რაღაცა დაზიანება. სავარაუდოდ სისტემური ფუნგიციდით დამუშავებას მოუწევს ჩვენს გარგარს. გარგარი აღმოჩნდა ყველაზე მგრძნობიარე. აქვე მინდა გაჩვენოთ ჩვენი 64-ის ვაშლის ნერგი, რომელიც ჯერჯერობით აი ასე გამოიყურება. ანუ პრინციპში 99% რაც ჩანს ჯერჯერობით 64-ის ვაშლმა იმ ყინვას გაუძლო ისე რომ მიიღო 99% შეინარჩუნა 99% ნაყოფი. ეს არის სხვა ამწუთას ჯერ არ ეტყობა ბევრ, აი ცოტა აქ დაზიანება გვაქვს. 1-2 მხოლოდ, თუ არც. დავაკვირდებით სხვა ხეხილსაც, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ესეთი ექსტრემალური პერიოდი ყველა წელს არ ხდება, დაახლოებით 7-8 წელიწადში ერთხელ ხდება ასეთი ექსტრემალური ყინვები, მაშინ როცა ნაყოფმა უკვე დაიწყო ვეგეტაცია, ყვავილობა და ასე შემდეგ. და ამიტომ ძალიან საინტერესოა, უნდა ვიცოდეთ, როგორ რომელი ხე, რომელი ჯიში, როგორ რეაგირებს. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა. ასევე როგორც ვიცი, ახლა აქ არ არის გაკეთებული, როდესაც აცეტრებენ ქვემოთ ხეხილის ვარჯებს, აი ქვედა საყრდენ ძირითად ტონს უფრო სწორად აცეტრებენ კირით. ეს კირი ხელს უწყობს იმას, რომ ანელებს წვენის მოძრაობას ხეში და ეს კიდევ თავისთავად კარგია იმისთვის, რომ ხემ ადრე არ დაიწყოს მუშაობა. ანუ წვენმა მოძრაობმა შესაბამისად ფოთოლმა, ყვავილმა გამოღება და ნაკლები იყოს დაზიანებული. თუმცა ეს ჩემი ინფორმაცია ძალიან საინტერესოა, ამაზე მოსაზრებების მოსმენა სხვა ადამიანების, გამოცდილი ადამიანებისგანაც.